მოვედით, ჩვენ დავუბრუნდით უკვე ახალ სტუმართან ერთად და ჩვენი სტუმარია. ჩვენი სტუმარია ქალბატონი თინა თოფურია. და მოდით დავიწყოთ პირველ რიგში იმით, როგორც უკვე აღვნიშნეთ ლაპარაკს, ახლა გავაგზავნოთ ცოტა სამედიცინო კუთხეს დავუბრუნდებით, როგორც იყო ჩვენი ორშაბათის ტრადიციული. და მოდით კალაპოტში ჩავდგებით, მოკლედ. ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა შევემზადოთ საახალწლოდ გადატვირთული კვებისთვის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრისგან გაგვიგია ალბათ, რომ ემზადება და აი ახალ წლამდე აღარ ვჭამ, იმიტომ რომ უნდა დავიკლო წონაში, ახალ წლამდე რაღაც ორგანიზმს ვასვენებ და ასე შემდეგ. როგორ უნდა ქალბატონო თინა ექიმები ყავდა და ახალ წელს დგას რიგები, მოკლედ იქნება კუჭლნაწლავის პრობლემები ნაახალწლებს, ხო გადავლილს უკვე ეს 9 სართულიანი სუფრა პირდაპირ უკავშირდება და ურტყავს ჩვენს კუჭს, ბომბავს. იცით, იმდენად კუჭს არა, რამდენადაც ნაღვლის ბურს, იმიტომ რომ რა არის ტრადიციულად, ეს არის საცივი, ეს არის გოჭი და ზოგადად ლორი და ბევრი სასმელი, არა ხო, ბევრი სხვადასხვა ნიგზიანი. ბევრი ნიგოზი, ბევრი ხორცი. ძალიან ბევრი ბოლო წლები მარხვაზეა ხოლმე და უცებ მიუხვდებიან, არა პირველში, არამედ 14-ში რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ახალი წელი, ესე ვთქვათ, სუფრა ახალი წლის შემოვლისა. 12-ს გადაცდება თუ არა და ეგრევე იწყებენ. ეგრევე იწყებენ. და რა ხდება, იცით, გადატვირთვა ხდება ნაღლის ბუშტის და მით უმეტეს ნამარხულებ ორგანიზმზე. ეხლა ეს ალკეთემაა, როცა მარხვიდან გადადიან პირდაპირ კვებაზე, ეს არის ვანდალიზმი. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი სხეულის. ამდენი ხანი მარხულობ არის ესე ვთქვათ, აი წარმოიდგინეთ, რომ ხარ კანარის კუნძულებზე და უცებ ჩამოგიყვანეს და დაგტვირთეს. აი ესეთი ისე არის და სამსხურში 24 საათიან რეჟიმში გამუშავებენ, არა? უცებ გადმოსვლა ძალიან გაგიჭირდება. ან ტაილანდში სადმე სიცხეში. ძალიან მომეწონა. უცებ რეალობაში აი ამ ყინვაში ჩამოდიხარ. დაახლოებით იგივე ხდება და ორგანიზმს ძალიან უჭირს აი ამ რეჟიმიდან გამოსვლა და გადასვლა. ამიტომ უნდა დაიწყოს ნელ-ნელა აი ეს შესვლის მომენტი. ეხლა წელს ცოტა უფრო მარტივია, იმიტომ რომ პატრიარქმა დაუშვა მომარხულეებისთვის თევზი. და სუმთლად უცილოვან დიეტაზე არ არიან, ესე ვთქვათ. ნუ ეს უკვე კარგია. შეუძლიათ ვთქვათ, თევზი ბაჟში ჩადონ პირველ დღეს და შემდეგ უკვე თანდათან შემოიყვანონ სხვა კვება. ეხლა სხვა გადასვლა არის ხოლმე და ამაზე რეკომენდაციებს ვაძლევ, როდესაც დიდი მარხვა არის გაზაფხულის. იქ სხვა პრობლემებია. აქ უკვე სხვა პრობლემებია ჩვენთან. ეხლა ვერ წარმომიდგენია საახალწლო სუფრა საცივის გარეშე, არა ალბათ თქვენს. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ საცივი არის ძალიან მაწყენარი. არა, ყველაფერს აქვს თავისი დრო. თუნდაც არის ნიგუზიანი და შესაბამისად არის ძნელად მოსანელებელი. ძნელად მოსანელებელი არის, მაგრამ არც იმდენად. ანუ საცივს ჭამ წელიწადში ერთხელ ახალ წელს და დამეთანხმებით, რომ ზოგი ალბათ უფრო მეტჯერად ჭამს. არა, იშვიათად თუ დააკვირდებით და ვისაც გამოგკითხავთ, ყველა გეტყვით, რომ საცივს გემო განსაკუთრებული აქვს მარტო ახალ წელს. სხვა დროს არა, ბარს აკეთებენ ხოლმე. სხვა დროს არ გაგვისინჯავს. შესაძლოა არა, აქ ისეთი გემო და ვინ სინჯავს, მე ბევრჯერ მისცემ. და შემდეგ მოვიწევთ და ვიდაოთ. და საცივზე მამაკ თქვენი ტრაქტატები შექმნილი, ნუ ალბათ არ ვიცი, გაგიგიათ ამის შესახებ. საქმეში საცივი ეს არის კულინარული და სამკურნალო ხელოვნების შედევრი, გვირგვინი ესე ვთქვა და რატომ? საცივი. ხო ძალიან გემრიელია დამეთანხმებით, არა? გემრიელი კი არის, ხო სამკურნალო რატო? აი რამდენადაც გემრიელი, იმდენად სასარგებლოც არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ოღონდ ზომიერა, წელიწადში ერთხელ, ნუ რამდენი ჭამ? 1-2 დღე, ხო? ნუ კარგი, ნუ 3 დღე, მეტი ხო არა. ეხლა რაშია საქმე? ხო, ხალბატონი, ალბათ არ არის სასარგებლო, როდესაც საცივის იღებ ღამის 3 საათზე, სხვა საკვებთან ერთად, სასმელთან ერთად. თორე თვითონ საცივი არის ფანტასტიკური და ეს არის ჩვენი წინაპრების, არ ვიცი ხა ჩვენი წინაპრების არის ქართველების თუ ტიბეტელების, ეს სულ დავამედის ამაზე. რომ ინდო-ტიბეტურია საცივი თუ ქართული, ალბათ უფრო იმათია, მაგრამ ნუ ჩვენ კარგად ავიტაცეთ, ასე ვთქვათ, არა? და საიდან ავიტაცეთ და საიდან ავიტაცეთ, ნეტა ესეც საინტერესოა საწყის საიდან. თვითონ ინდაურზე კეთება და ინდაური თვითონ სახელიც უკვე ინდოურ წარმოშობაზე მეტყველებს, არა? კარგი, მივაჭროთ. მოდი შევჯერდეთ იმაზე, რომ არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო საკვები. და რატო არის ახალ წელს მაინდა-მაინც იცით? ძალიან ბევრი ცოდნა არის ჩადებული ჩვენი წინაპრების მიერ რაღაც ჩვენ ტრადიციებში და კულტურაში. ბევრი არის სუფრაში ჩადებული. და ესე გადმოგცემ, წარმოიდგინე ხა, რო გითხრა, რომ ახალ წელს 31-ში შენ უნდა დალიო რაღაც წამალი. ნუ ამას არავინ არ გააკეთებს, ხო? ასისულელია, რა შუაშია წამალი.
და ურჩევდეთ ისე რომ ეშმაკურად ჩადეს აი ეს შესანიშნავი არაჩვეულებრივი ფაქტურად გომეოპათიური წამალი აი ამ საკვებში და ყველას გვაქვს სუფრაზე სამკურნალო საშუალება. ახლა რა ხდება? ხალხი სანამ გავაგრძელებთ ამ თემას, შეიძლება ჰომეოპათია რო გავმარტოთ რა არის? ჰომეოპათია ეს არის ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა, მაგრამ ძალიან მცირე დოზებში. და ხდება ჯერ ნივთიერების, ნებისმიერ ნივთიერებისა ჩვენ გარეშე მოვთქვათ, აი ავიღოთ მიხაკი, დარიჩინი, რაც საცივში შედის, ხო? ან რომელიღაც ხმელის სუნელი ავიღოთ, ხო? რას მოკეთებთ? იმის ჯერ ხდება როდინის ქვაში იმის დამუშავება, არა, ანუ ქვიჯაში უბრალოდ. და შემდეგ უკვე აი ამ ხვნილის სახით ვაყრით დიდ რაოდენობა სითხეში, არა? ხო, ეს ეკეთება საცივი. ეს ეკეთება გომეოპათიური წამალიც. აი ძალიან პატარა დოზებშია. აი ესე ვქვავთ ჯერ რაღაც ნივთიერებებს და შემდეგ უკვე ხდება დიდი რაოდენობა წყალში მათი განზავება. და საიდან მოდის ჰომეოპათია ალბათ? ჰომეოპათია, არა, ჰომეოპათია არის სულ 200 წლის და გერმანიაში შექმნა ექიმმა უიგონა, ისეთი გამოსხივება ჰქონდა, ასე ვთქვათ. აღმოაჩინა, რომ ძალიან მცირე დოზები არის სამკურნალოს სრულიად საკმარისი და რაც უფრო მცირეა დოზა, თურმე მით უფრო ძლიერი არის ამ ნივთიერებების მოქმედება. და ამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ყველაფრის გამოყენება, მათ შორის შხამიანი ნივთიერებებისაც, იმიტომ რომ პატარა არის კონცენტრაცია და ეს ცნობილი პოსტულატია, რომ ყველაფერი მცირე დოზაში არის წამალი და დიდ დოზაში არის საწამლავი. ანუ ამ შემთხვევაში მე მგონია განსაკუთრებული გამართლება იმისთვის, რომ თუნდაც საცივი ჩავთვალოთ, რომ არის სასარგებლო. არა, მარტო ამიტომ არა. საქმე იმაში, რომ იქ შემავალი კომპონენტები ყველა თვითონ ის სუნელი ძველ ტიბეტურ ტრაქტატებს სწავლობდი, თარგმნაში მონაწილეობდი ძველი დაკარგული ენიდან რაღაც ტრაქტატის და იქ აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე, რომლებიც განაპირობებენ შემდგომში არა მარტო ადამიანის სექსუალურობას, მის ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირებას, არამედ შობადობასაც, ჭირდება გარკვეული აი ეს სუნელები. იგივე მიხაკი, იგივე დარიჩინი და ყველაფერი რაც შედის, იგივე ნიორი რაც შედის საციოში. და შევქმნე ესეთი რეცეპტი. და ერთხელ ვკითხულობდი ლექციას ასპირანტურაში სწავლობდი მაშინ უცხოეთში და ლექციაზე ვყვებოდი აი ამ ჩემ აღმოჩენას, ეს იყო იმუნიტეტის წამალი, ჩემი გაგებით, რომელიც სტიმულაციას უკეთებდა. და მეჭდა ერთი ქართველი მსმენელი იქ აღმოჩნდა და მითხრა, გაბნუთინა, ეს საცივის რეცეპტიაო და მაშინ საცილებაში ერთი მეგონა ახალგაზრდა ვიყავი. მე დღემდე ერთი მგონი. მე სახშტე ვიკითხე რა, მაშინ დღემ მეგონია. სულიად განსხვავებულია. და აღმოჩნდა, რომ სულ ყველა აი ეს ნივთიერება არის რომელიღაცა გარკვეული ჯირკვლის მასტიმულირებელი. ოღონდ უნდა მიიღო ძალიან მცირე დოზაში, როგორც საცივში და წელიწადში ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ. და რა ხდება იცით? ახალ წელს ხდება ეს არ არის მარტო რიტუალი, ეს არის კანონზომიერება. არა, ნუ რა ხდება? მოდის ზამთარი, მერე მოდის გაზაფხული, ზაფხული, ანუ ციკლურობა ახასიათებს არა ბუნებას. და აი ამ ციკლურობაში, როგორც ბუნება მიიძინებს შემოდგომაზე ზამთრისკენ და შემდეგ ხდება მისი ნელ-ნელა გამოღვიძება გაზაფხულზე, ისევე ხდება ადამიანში. ჩვენ ბუნების შვილები ვარ და განუყოფელი ნაწილი ვართ ამ სამყაროს, ხო ესეა? და რა ხდება? ნუ ბუნებას შეხედეთ. შობადობა როდის იწყება? ცხოველებში, ცხოველურ სამყაროში, გაზაფხულზე, არა? ესევე ხდება ადამიანის ორგანიზმშიც მომზადება. უკაცრავად შობადობა გაზაფხულზე იწყება, ვერ მივხვდი. ცხოველებში. დოლი როდის არის? გაზაფხულზე, არა? ანუ რა ხდება? იცი, მიძინება ხდება შემოდგომაზე ბუნების. და ნუ ესეთი პასივში გადადის ყველაფერი. და შემდეგ უკვე იანვარში, აი იანვრის, დეკემბრის ბოლოს ხდება გადართვა ერთი ციკლიდან მეორეზე, მოდის ახალი წელი და ყველაფერი იწყება თავიდან ეს ციკლი, ხო? ბუნებაში, იგივე მცენარეულ სამყაროში შეხედე რა ხდება ცხოველურ სამყაროში. თუმცა ადრე ახალი წელი აღინიშნებოდა, ვთქვათ, აგვისტოში. აღინიშნებოდა გაზაფხულზე, შემოდგომაზე. ზოგან ახლა 1 სექტემბერს არის, სხვადასხვანაირად იყო, მაგრამ საერთოდ დეკემბრის, აი ახლა 25 დეკემბერი მოდის, არა? შობა კათოლიკური და ეს დღეები ემთხვევა ძველ რიტუალებს, მზის დაბადების დღეს. ანუ ეს არ არის, ვთქვათ, ან ქრისტიანული, ან ეხლა მოგონილი რომელიღაც რელიგიის ეს არის, ოდნავ წამოსული, არა? ანუ კაცობრიობის დაკვირვების შედეგია, არა? ახლა მე არ ვლაპარაკობ ასტროლოგიაზე, აქ მე ვლაპარაკობ უბრალოდ იმ კანონზომიერებებზე, რაც არის.
კაცობრიობი ყველაფერი მაინც ვარსკვლავების დაკვირვებით დაიწყო. ნუ მე არა ვარ ხა ვარსკვლავად ბრიჩხველი, მე ვაბო ფაქტს, რაც მოვიდა ჩვენამდე, არა და რაც უნდა მივესადაგოთ და გამოვიყენოთ ეს საშუალება. როგორ გამოვიყენოთ, ამაზე მოგვიანებით მეორე ბლოგში ვილაპარაკოთ. როგორ გავხდეთ ბედნიერები, ჯანმრთელები და წარმატებულები. ინტრიგა ჩავაგდოთ. მოკლედ, გასაგებია რომ საცივი არის სასარგებლო, მაგრამ და აი საცივში აი ეს კომპონენტები რა შვებიან? აი შენ მიირთმევა აი ამ გემრიელ წამალს, უგემრიელეს, იმიტომ ეძახი ამას შედევრს და სულაც არის ის, რომ ხდება შენი ჰორმონალური სისტემის დაბალანსება და სტიმულირება და ნელ-ნელა ხდება აკრეფა გაზაფხულისკენ. ანუ უკვე თებერვალში ხდება უფრო გააქტიურება. არა, ნახეთ, მამაკაცები როდის აქტიურდებიან გაზაფხულზე. რატო? სიყვარული როდის მოდის? მე სულ აქტიურება. სამაგალითო ხარ ესე. გარდა საცივისა გავიგეთ რომ წამალია, აი ახალ წელს ამ ძიმე მენიუს პირობებში კიდევ რა უნდა მევიყოთ? საცივში აგვერია და ვერ მოვახერხეთ. ეხლა რაც შეეხება არა, ამ საცივს დაკავშირებით ალბათ ის უნდა აღნიშნოთ, რომ ზომიერება არის, არა? ზომიერება და საერთოდ ერთხელ. ეხლა რაც შეეხება იმას, ხდება გადატვირთვა ორგანიზმის და გაღიზიანება ნაღლის ბუშტის და ექიმებთან მართლაც რიგები დგას, განსაკუთრებით ეხოსკოპისტებთან და კუშაწლავის სპეციალისტებთან. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, შეგვიძლია ძალიან მარტივად ჯერეთი მოვემზადოთ ამისათვის, აი ამ ძიმეკვებისათვის ესე ვთქვათ და შემდეგ პარალელურადაც გავისმინდოთ ორგანიზმი. უმარტივესი რაღაცებით მე აქ არ ვილაპარაკებ ხა წამლებზე და მკურნალობაზე, კეთხვით უმარტივესი, რამდენიმე დღით ადრე, აი ну სადღაც 25-26-დან მოყოლებული, შეგვიძლია გავაკეთოთ 1-2 განტვირთვის დღე ელემენტარული. ну ეს შეიძლება იყოს ყველაზე კარგი არის ბრინჯის დიეტა ამ შემთხვევაში, როცა არ ახარ მშიერი და უმარტივესია თან ეს არის აცორბენტი ბრინჯი, ის რომელსაც მე გირჩევთ, უნდა ჩაალბოთ ძალიან დიდი რაოდენობა წყალში, ერთი ჩიქა ბრინჯი აიღე და ჩააღარე 5 ლიტრიან ქვაბში თქვა და ასხი წყალი გადარეცხე, შემდეგ ისევ დაასხი წყალი და მთელი ღამე დადგი. დილას ისევ გადარეცხა და ძესავით იქნება თეთრი ეს წყალი, ყველაფერი გაასწრის. კეთილი, აი ამ ძალიან გავაგრძელოთ საუბარი რეკლამის შემდეგ, უბრალოდ ჩვენი დრო ამ წამოიწურა, რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს.